ეხლა უყურე. ეგ ორივე ნიშანი იდგმებაო გზის შევიწროების წინო. აი ჩემო კარგო, შენი გზა აი აქ ვიწროვდება და მერე ისევ თავის კალაპოც უბრუნდება. გამოდის რომ აი ეს მონაკვეთი რაღაცა ჩანგრეულია გზის და აქ შენ კანონი გიდგამს, აი აქ უყურე, კანონი გიდგამს ესეთ ამას რა ქვია წითელი ფერის წრიულ ნიშანს, სადაც შენი მდგომარეობა, აი შენ რო აქედან მიდიხარ, ხო ხარ მარჯვენა მხარეს, შენ გინთი ესე, შენ გაქვს წითელი, ის არის ხო ეგრეა და იმას ვინც იქიდან მოდის, იმას აქ შავი ის არის. ესე იგი, შენ გეუბნება რომ ამ მონაკვეთზეო, ანუ გზის შევიწროების წინო წითელი ფერში ხარ და ეს მანქანა გამოატარეო, გესმის შემხედრიო, იმისია გზაო, უპირატესობაო, გამოვა ის და მერე წახვალ შენ. ეხლა მეორე ვარიანტში, უყურე, მეორე ვარიანტში, როცა შენი გზა არ ვიწროვდება, აქ ხო ვიწროვდებოდა შენი გზა, აი, ვიწროვდებოდა აქ. აქ შენი გზა არ ვიწროვდება, აქაც ესეთი ვარიანტია. აქ გეუბნება რომ უყურე კვადრატული ნიშანია, ხო ეგრეა მანდა? კი. ლურჯი ფერის თეთრი წითელი ისრებით კვადრატული. აქ გეუბნება რომ შენიაო გზაო და იმას იქიდან მომავალს აქ წითელი. ხო? შენ რა გეუბნება? რომ ესა და ის ნიშანი იმდენად არის განსხვავებული ერთმანეთისგან, აი ეს კონფიგურაცია ისეთი განსხვავებულია, რომ რაც არ უნდა მთვრალი იყო, ვერ იტყვი რომ ესე იგი ეს კვადრატი იმ წრიულში შემეშალა ან პირიქითო. ანუ წითელ წრეში წითელი ის არის, შენ გეუბნება დაუთმე და გამოატარეო, თუ გინდა ველოსიპედი და თუ გინდა ურემი იყოს, მაგრამ თუ იქ ჩვენ გვაქვს ლურჯი ფერის, სადაც თეთრია შენი ის არის და მომავალი წითელია, ესე იგი ეს გითმობსო, გეუბნება პარლამენტის წევრიო, მე ძალიან მიყვარს ესენი და ეს გითმობსო, ჩერდება აქაო და შენ გაიარე გზა შენიაო, აი ლურჯი, ეს თეთრი ის არის, გეუბნება ლურჯ ფონზე. ხედავ, ორი თითქმის კიდე ერთმანეთის მსგავსი ნიშანია, მაგრამ იმდენად განსხვავებულია, რომ გამორიცხულია, რომ ძღოლს ეს ერთმანეთში აერიოს. ეს ნიშნები ყოველთვის იდგმება გზის შევიწროების წინ.